მოგესალმებით ჩვენ უსაყვარლესებო. დღეს გვექნება ძალიან მაგარი ჩელენჯი. მოკლედ მე და მართა, რა თქმა უნდა შევიდეთ ორი ნაბიჯის მარკეტში. ავარჩიოთ ჩვენი გემოვნებით 20 საუკეთესო სნექი და დავაგემოვნოთ. რა თქმა უნდა შევაფასოთ როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე ფასით და ვიდეოს ბოლოს აუცილებლად გამოვარჩევთ ამ 20 პროდუქტიდან 3 ჩვენთვის საუკეთესო სნექს. და თქვენც აუცილებლად დაკომენტარეთ თქვენთვის რომელია ყველაზე საყვარელი სნექი. და დღეს აუცილებლად გვექნება ტოპ კომენტარები. ამიტომაც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. თუ კომენტარი ოდესმე ჩვენთვის დაგიწერიათ, ძალიან დიდი შანსია, რომ დღეს მოხდეთ ჩვენს ვიდეოში. მეტიც ძალიან მაგარ სიურპრიზს გიმზადებთ. დღევანდელი ვიდეოს შემდეგ თქვენი კომენტარი როდესაც გაიმარჯვებს, არა მარტო გამოვაჩენთ თქვენს კომენტარს და თქვენს სახელს ვიდეოში, არამედ გვექნება ძალიან კარგი საჩუქრები თქვენთვის. ახლა თავიდან ბოლომდე ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაციას აუცილებლად გაიგებთ ძალიან მალე. ახლა წავიდეთ და ავარჩიოთ სნექები. ესე გავაწყვეტეთ, რომ 10 სნექს მე ავარჩევ და 10 სნექს არჩევს მართა და ახლა რა თქმა უნდა დავიწყებ ჩიფსებით. აი ეს არის ფეკერი, ძალიან გემრიელი ჩიფსი და მოდი სამივე გემოს ავიღებ. 1, 2, ესეც ყველი. კიდევ დავამატებ მიწის თხილს და ვინც არის ჩიფსი და მიწის თხილი ისე უხდება ერთმანეთს, რომ არ ვიცი, ეს არის მეოთხე პროდუქტი. გაგრძელებთ. მეხუთე იქნება ვაფლის რულეტი და მეექვსე ჩემი საყვარელი კრუასანი. მე-7 მიწის თხილის და კარამელის შოკოლადი მილკა. ძალიან მიყვარს და ძალიან გემრიელია და კიდევ ერთ მილკას ავიღებ, რომელიც არის ორეოს ორცხოვილის და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით, აქედან რომელიმე უეჭველი გაიმარჯვებს თუ ორივე არა. ეს არის მერვე პროდუქტი. მე-9 და მე-10 პროდუქტი დამშა და დაჩი დამეხმარება. ახლა რომელი უნდა ავიღოთ? დაჩი, რომელი ავიღოთ ახლა მე-9 სნექი? აჰა, მოკლედ მე-9 ავარჩიეთ აი ეს ბამბუკი და მგონი მე-10-ის არჩევაშიც დამეხმარება დაჩი, ხო? გამოიწერეთ ვოლექერის აბი. აი დაჩის მაინც დაუმჟერეთ. მოდი. ეხლა მე და დაჩი ავარჩევთ მე-10 სნექს და ჩემი ჯერი დასრულდება და დაიწყება მართას ჯერი. მოდი რომელი ავიღოთ მე-10? აი ესეთი შოკოლადი არქია მე-10 სნეკად. მადლობა დაჩი. დაჩის არხი რო ექნება, დაჩის არხიც გამოიწერეთ. გაქვს F დაჩი გამოიწერეთ მისი არხი და ორი ერთნაირად რა თქმა უნდა. მანამ უკვე არჩია 10 სნექი, დარჩა კიდევ 10 სნექი ასარჩევი და საუკეთესო სნეკებს ავარჩევ რა თქმა უნდა. წავედით. პირველ რიგში ავიღებ აი ამ ორცხობილას, რომელიც როგორც მოგახსენებათ ძალიან მიყვარს და ძალიან გემრიელია და მეორის ავიღებ ორცხობილას სენდვიჩს, რომელიც ასევე ძალიან გემრიელი და ძალიან მიყვარს. მესამე სნექს ავიღებ ემოჯის, აი რომელზეც ვგიჟდები, მართლა ძალიან გემრიელი და ძალიან მიყვარს. მეოთხე სნექს ავიღებ შოკოლადს, ესე ძალიან კაია და მეხუთეს ავიღებ აი ამ ბებეტო ჟელბონს, რომელიც ასევე უგემრიელესია. მეექვსეს ავიღებ აი ამ მილკას, რომელიც არის თხილის პასტი და უგემრიელესია, აი ძალიან მიყვარს. მე-7-ს ავიღებ აი ამ ზეფირებს, რომელიც ძალიან გემრიელია. 7 სნექი უკვე ავიღე და დაგვრჩა 3. მე-8 პროდუქტს ავიღებ აი რა თქმა უნდა Kinder's. ყველა ბავშვს უყვარს და რა თქმა უნდა მეც მიყვარს. გიჟდები და რა თქმა უნდა აი ამის გარეშე აქედან არ გავალ, ამიტომაც აუცილებლად ეს უნდა ავიღოთ. მე-9 და მე-10 სნექს ავიღებ აი ამ რულეტს, ეს არის ალუბლის, აღამისიჯა და გავსინჯოთ და ავიღებ შოკოლადისაც. აი, უკვე ავიღე 10 პროდუქტი, მანამაც აიღო და წავედით ახლა სახლში და დავაგემოვნოთ. ეს ასე მოვედით სახლში, მოვიტანეთ ჩვენი სნექები და დავიწყებთ თითოეულის გასინჯვას, აუცილებლად შევაფასებთ, მაგამდე კი პირველი გამარჯვებული კომენტარი. პირველი გამარჯვებული კომენტარის ავტორი არის ნატო გივიაშვილი. მართა და მანანა ძალიან მიყვარხართ, სულ თქვენ ვიდეოებს ვუყურებ და მინდა რომ ბევრი სხვადასხვა კარგი ვიდეოები გადაიღოთ. ძალიან მიყვარხართ მართა, მანანა და გელა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიყვარხართ და ბევრი გულები. დიდი მადლობა, ჩვენც ძალიან მიყვარხართ და გილოცავ, შენი კომენტარი გახდა გამარჯვებული. ახლა კი მოდი დავიწყოთ, დარჩა ორი კომენტარი, რომელსაც ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად წავიკითხავთ. მოდი ამოვალაგოთ. ეს ასე ლამაზად დავაწყოთ, რა თქმა უნდა, აქეთ ჩიფსები. ძალიან საინტერესოა, რომელ 3 სნექს გავამარჯვებინებ, ჯერჯერობით არ ვიცი. თუმცა მართლა საინტერესოა, ძალიან ბევრი მიყვარს რეალურად ისე, რომ არ ვიცი როგორ ვაწყენინებ დანარჩენებს, მაგრამ ამ ჩელენჯის წესიც ეგ არის, რომ უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებულები. და ეს გამარჯვებულები, როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე ფასითაც უნდა იყვნენ საკმაოდ ისეთები რა, მისაღებნი. გონი მე ამოვალაგე. აუ შოკოლადი გამისწორა. ესეც ასე. მოდით დავიწყოთ დაგემოვნება. რა თქმა უნდა. პირველი იყოს, მოდი მილკათი დავიწყოთ. კი. ეს არის მიწის თხილის მილკა. აი, გიჟდები. ფასი 19 და 95-ის ნაცვლად
12 და 99 თეთრი ღირს და ფასი მგონია რომ ძალიან მისაღებია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შოკოლადია, მილკა. ოპა. აი გიჟდები მართლა მეც ამ შოკოლადს სხვა შორის მილკა შოკოლადი მეც აღიღე. ოპა. ჯერ სუნს დააკვირდი. აი მე. აშკარად არის ძალიან ხარისხიანი და მართლაც მიწის თხილის. ნახეთ, დუბაის შოკოლადია. იცი რატო? ამას აქვს როგორც მიწის თხილი, ასევე კარამელი. კარამელზე გიჟდები. ძალიან კარგი ნაღმერთო ჩემო. ეს როგორ არ უნდა ჭამოალო ადამიანმა. აი როგორ არ უნდა გიყვარდეს. საერთოდ მე დამყავს ხელი და შოკოლადი ერთი ძალიან გებრიელია მართლა. ძალიან ძიან შოკოლადი და სხვა შორის ვერ ვჭამ შავ შოკოლადს მე. ვერც მე. მე რა ვიღაცებს უყვართ აი. დიდებს უფრო. მე კიდე ისიც რა ვჭამ? შოკოლადს და ჩიპს, აი უკვე მოგიელესია, იცით რა კაია მართლა. გასმიჯო მე აი საუკეთესო მართლა. როდის აკეთებ ხოლმე მაგ ყველაფერს? სახლში რო არ ვარ ხო? მოკლედ, გემოითა ფასიც არ ვიცი, ჩემთვის ეს არის 10-დან 10 რა გავაკეთო. ჩემთვის 10-დან 10 აი უგემორიელესია თან აი შოკოლადი. აი მოდი, ბამბუკი ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია და გავსინჯოთ ბამბუკი. ვაუ! ეხა ბამბუკზე მოყვები ისტორიას. ბამბუკზე მეც მაქვს კაცო. რა ისტორია? ეს რომელიღაც მაღაზიაში იყიდება კილოებით რა, ანუ შეგიძლია ჩაყარო და რამდენს თქვი და ექსკურსიაზე აი მე-5 კლასში გადავიდა 4 ექსკურსია არის და მეტიც. აი ამ ბამბუკებს ყიდულობენ და მაგებს ჭამთ ხოლმე მთელი ექსკურსია ყველანი. ოღონდ და იმენა რა კილოებს ყიდულობენ ერთი 10 კილო და აი. წონა არ აქვს. ეხა ამას კიდე აქვს, იმიტომ რომ შეგინთ აქვს შოკოლადი. რაც მაღაზიაში წონით იყიდება, მაგას ანუ ძალიან ბევრი მოდის და დაახლოებით ეხა გიყვებით 20 წლის წინდელ ამბავს. მე ვარ 24 წლის, ძალიან პატარა ვიყავი, გელა იყო დაახლოებით 5-6 წლის და მაღაზიაში გააგზავნეს დედამ და მამამ, რომ ბამბუკი მოიტანეო და მისცეს 5 ლარი. დააბარეს ბამბუკი, პური, მაწონი და შაქარი. მაგ დროს 5 ლარი იყო ძალიან ბევრი, ოღონდ მართლა ძალიან ბევრი რაღაც მოგდიოდა. ბურდას გრჩებოდა ხო? მართლა ძალიან ბევრი იყო 5 ლარი. ნაყინი ღირ და 20 თეთრი. წარმოიდგინე. წავიდა, დაავიწყდა ამდენი რაღაც რო ეყიდა და 5 ლარის ბამბუკი მოიტანა. და ეუბნება გამყიდვას რომ 5 ლარის ბამბუკი მიდაო და 5 ლარის ბამბუკი არის აი რავი ძალიან ბევრი და იქიდან დარეკეს სახლში რომ უკაცრავად თქვენი შვილი ამოსული და 5 ლარის ბამბუკი უნდა და მართლა 5 ლარის უნდაო 5 კილო უთხარი. 5 კილო უთქვამს მოკლედ. ამის ფასი არის 4 და 20, ფასაკლებით ღირს 3 ლარი და მოდი. მე გავსინჯე უკვე და ვჭამ. შოკოლადი როგორ უხდება? შოკოლადიანი არ მქონდა გასინჯული. რაგაა? ფასით მშვენიერი, ანუ 3 ლარი ღირს და რეალურად ეხა შეგინთ გაჩვენებთ. საკმაოდ ბევრია. გემოც შეიძლება კაია. იყიდო და. დავწერდი ალბათ 8 კულას. მეც ვერ დავწერდი. ხოვეს უკანში აბრუნე რა. ყველაფერს მე მაბარებს ეს გვაინახეს. მოდით მეგობრებო, მესამე იყოს კინდერი. ოპა. ანუ აი გიჟდები აუ მართლა. კინდერი არის კლასიკა, ანუ კინდერი არის უბრალოდ დახვეწილი, ძალიან გემრიელი შოკოლადი. ხო? კი, ყველას უყვარს, ანუ დიდებსაც კი, იმდენ გემრიელია. ძალიან ისე კარგია რა. კაია. სხვა შორის ამაზე მე ვიცი, ლაიფჰაკი აი გულს რო აკეთებენ, ეგ ვიცი. თუ გადმოყარა ყველა. ყველა უჭამოთ. გულს რო აკეთებენ, ეგ გავაკეთე ერთხელ. გავსინჯოთ ერთადერთი და ნუმეორებელი კინდერი. აი რაო. თვითონ ფორმაც ძალიან დახვეწილი აქვს, არა? კი, ესე ვატეხდი მე ხოლმე სულ. ფასი არის 6 და 95 და მოდი ახლა გავსინჯოთ. აი არაფერ გულგემრიელესია რა თქმა უნდა. ძალიან კაია. ეს არის მესამე პროდუქტი. დავწერ 10 ქულას. უწერ 10 ქულას მეც რა. ძალიან გემრიელია. შეგნით არის 3, 4, 5, 6, 7, 8 ცალი და ღირს 6 და 95 ფასაკლების გარეშე თანაც. ნუ ჩემი აზრით ღირს რა. შეიძლება ყოველდღე ვერ ჭამ ახლა მეც არ ვჭამ ყოველდღე, მაგრამ ანუ თან ახლა ძალიან არ მოგინდეს და რაღაც დაბადების უშუალოა დღე რო გაქვს და კარგი, მოდი ახლა ვნახოთ მეოთხე პროდუქტი და მეოთხე პროდუქტი იყოს ჩიპსი ჯეკერი. ეს არის ციცაკის. ხო. 5 და 95 ღირს ისე, მაგრამ 5 ლარი ღირს ფასტაკლებით. ძალიან უყვარს ისე ჩიპსი მე აი ძალიან გემრიელი ჩიპსია მართლა. აია, აუ გთხოვ ცივი წყალი მოგვიტანე. ხარია, ხარდება. ჩემი აზრით ფასი ძალიან კარგი აქვს. და გემოც ძალიან კარგი აქვს. მე დავწერდი 900-ს. მე 800-ს დავწერდი, იმიტომ რომ საერთოდ აი ეს ჩიპსი ჩემს საყვარელია არის ეს. ეს არის იმის და ანუ მაგიტო რა. მაშინ მეხუთე პროდუქტი გავსინჯოთ, შენთვის საყვარელი ჩიპსი, იგივე ჯეკერის და ფასიც არის იგივე. და მოდი ვნახოთ. და კიდევ გასინჯო შოკოლადთან ერთად. მე? ხო. რომელ შოკოლადთან ერთად? არა, ჩინდერი შეკილია. ეს არის ხახვი და არაჟანი. 10-დან 10. კაია ძალიან მართლა. შოკოლადი გინე გასჭირდება რა?
ავიღოთ მილკას, შოკოლადი. ой, მე მიყვარს ეს ძალიან. ამაში ნით ვაფლიც აქვს და ესეც ღირს 12 ლარი და 99 თეთრი ფასტაკლებით. მოდით ან გავსინჯოთ. ეს არის მე-6 სნექი. ჯერ გავსინჯოთ ისე, მე მანა გასინჯოს უკვე. ჩიფსა ერთად და უგემრიელი ეს ჩიფსა. ვაიმე. Oh my god. ვაუ. ვაიმე, თან იმე ძალიან დიდია, ნახეთ. ვაფლით არის რა. მოდი, ერთი ის გასინჯე, უბრალოდ და ერთი იმით რა. ძალიან კაია. კაია. აი, შოკოლადი და ჩიფსი მეგობრებო, მოემზადეთ. უგემრიელესი, მოიცეთ, მე გავსინჯო ჯერ. ტკბილი და მაგილიანი ის ყველაზე კარგი. ნუყია. მართლა კაია. რა თქვი? მაი მეშინია რატოა კაი? ამას დავუწერდი რა თქმა უნდა 10-დან 95, იმიტომ რომ მე მაგალითად წინა არამელი მერჩივნა. კი მეც. Baby შემდეგი პროდუქტი იქნება აი ეს უსაყვარლესობა. რა ქვია? ზეფირი. ეს ზეფირი და მე ძალიან მიყვარს ზეფირი ცეცხლზე. კი და მე ვუკეთებ ხოლმე ჩანგეთ ეს 24 საათი წეში ვიდეო გვაქვს გადაღებული, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ და მე მან შევწვი რა თქმა უნდა ცეცხლზე ზეფირი. გასინჯეთ? Sky ფასრა შეეხება 3.95 ღირს, ხოლო ფასტაკლებით 2.50. 2.50 ძალიან კარგი ფასია. მიყვარს, ოღონდ შემწვარი უფრო მიყვარს. ანუ ისე გეგონები ძალიან ტკბილი არისო რა. შემწვარიც ტკბილია, მაგრამ ძალიან სხვა და ძალიან გემრიელია. ამას დავუწერდი 8 ქულას. მეც 8 ქულას მაგას ვიყავ. მოდით მერვე პროდუქტი იყოს ეს ემოჯი, კამფეტები, რომლებიც საყვარელი. მიყვარს, ისე მიყვარს. რომ ეხლა ნახეთ რა მაგრა გავაღებ, მოიცადეთ. ეს მართლა საყვარელი კამფეტია. ფასტაკლებით ღირს 5 ლარი და ფასტაკლების გარეშე ღირს 6 და 20. აი ესეთი ბრწყელი რაღაცა. მიგავსინჯო უკვე. და ეხლა ნახეთ. ჩემ ბავშვობაში იყო ესეთი რაღაცები და მაგრა გვიყვარდა ხოლმე. ვიცი ჩასაყრელები. ისე ამას თავისი ფასით საკამაოდ ბევრია. დავუწერდი 10-იანს, ოღონდ მართლა მშვენიერია. დაგემრიელია. ბავშვებისთვის ძალიან სახალისო, ძალიან გემრიელია როგორც შოკოლადი, ასევე რაღაცა გამოცდილება გაქვს სახალისო, როცა. ნადვილად როცა. მე-9 პროდუქტი იყოს კრუასანი. ლარი და 45 ღირს, ფასტაკლებით 84. ფასი ძალიან მისაღები და მოდი ახლა ნახოთ გემოზე. ყველა ერთი 5 საუწედოები ამას. რა, ანუ 5-ია შეჭამდი? ნუ ხერხი შეიძლება მომგეს მეცა. გოგო, ამ ხელა 5? ხო. აი 4. მეც არ შემჭამო. შენიერია. ბილია. ხა. შიგნით ნუტელა არ აქვს ნამდვილად და არც კინდერი, მაგრამ ცუდი შოკოლადიც არ არის რა. ანუ ესეთი რა სასკოლო. მე 9-იანს დავუწერდი, იმიტომ რომ ფასი ძალიან კაი აქვს. მე 9-იანს უწერ. გოგო, მთელი სკოლა ამან გადაგატაინა და ეხა უწერ 9-იანს. ხო, მაგრამ ახლა მე-10 პროდუქტი მეგობრებო, მოდი. ოლა. ხილი და ჩიფსი უხდება ძალიან ერთმანეთს, შესაბამისად მგონია რომ მე-11 უნდა იყოს ეს. და ერთადაც უნდა გავსინჯოთ. ჯერ ცალკე, შვენიერი. ამის ფასი არის 3 და 20 და ფასტაკლებით ღირს ლარი და 50 და ფასი ძალიან კარგი აქვს. გემოზეც საკმაოდ კარგია. და გაიჩემ ეს. მე დავუწერდი 9.5. მეც 9-ს დავუწერდი. მე-11 არის ჩვენი ისევ და ისევ ჯეკერი. ოღონდ ეს არის ყველის. გასინჯე ყველის ჯერ. აია, ნუ ამის ფასი როგორც ვთქვი 5 ლარი. ამას დავუწერდი 9-იანს, იმიტომ რომ ყველის მიყვარს, მაგრამ იმდანაც არ არის 8-იანი დავუწერო. მე უფრო 8-იანი წერო. კაცია. დიდად არა. ყველაზე მაგარი დუეტი. აი მართლა ხო ამბობს რომ ყველაზე მაგარი დუეტი არის შოკოლადი და კი, მე ეგრე. მე ვამბობ რომ ყველაზე მაგარი დუო არის ჩიფსი და თხილი. არა. ძალიან მაგარია. შემეალია. მართლა ძალიან მაგარია და სადეთ აი დიდად არ შეტყობა რომ ჩიფს თხილი აქვს რა გიგონა ჩვეულებრივი ჩიფსჭამ. ჩიფსად გარდა იქმნება ჩიფსთან ერთად. თხილის ჩიფსი რო გამოვიდეს, ან ისეთ მიწეპებული რო ქონდეს მიწის თხილი. წებოთი. მე-11 პროდუქტი, რა ქვია დავუწერე მე? მართლა დავუწერა 8 ქულა. გამკაცრდა. შემდეგი პროდუქტი იყოს არის ეს მე არ გამესინჯია და გავსინჯე. მე რამდენი არის? მე-12. ეს არის რულეტი. რულეტი. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში რულეტები დაერსალს რო იყიდიდა ხოლმე დედა, ესე დაჭრიდა. აი ზუსტად ესეთებს რა. ისე გემრიელად ჭამდი ხოლმე ძალიან თხელ ნაჭრებს რო რა ვიცი რა. ხო. აოლა. ზღვის ნაპირზე. ის ფერ. ASMR. ყელულებით. პირველი გავსინჯოთ შოკოლადის. ფასი არის 2.60 და ფასტაკლებით ღირს. ლარი და 50. ბრავო, ფასი მშვენიერია. და მე გავსინჯოთ ალპის. აბა წავიდა. და წავიდა. ვაიმე ცხვირზე.
აბა გამარჯოს. აუ უცებ მეგონა რომ იმის ძალიან მიყვარს. რულებს ყველას აქვს ესეთი გემო. უფაფუკესია. ნაზ. ჩემნაირივით ნაზია ხო? ამას დავუწერდი 9.5. 900. კაცრი. ეს არის მე-13 პროდუქტი მეგობრებო. დავენახოთ რას შემოგთავაზებს ალუბლის ორცხობილა. ოპა, ალუბლები გამოჩნდა. თუ მარწყვის ალუბლისა. ალუბლისა. ოპა. აბა წავიდა, აბა გაუმარჯოს. გამოიწერეთ ჩვენი არხი დაალაიქეთ. გაუმარჯოს ერთად. ნუ გავიწყდებათ ხოლმე, ვიდეოს დაალაიქება. ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ. ჩვენც გავიგოთ. ოპა, რას დავუწერდი? 800 ისჯობა. ისჯობდა რა თქმა უნდა და მე 8.5 დავუწერდი. მეორე გამარჯვებული კომენტარის დროა მეგობრებო. თამქი 18. ძალიან მაგარი ვიდეო იყო და ისედაც ყველა თქვენი ვიდეო ძალიან მაგარია. ამ კომენტარს გვიწერს, როგორ დავხარჯეთ 100 ლარი ციცინათელაში. უძალიანესად საყვარლები ხართ. ერთი დღე არ გავაიცეროთ თქვენს ვიდეოს არ უყუროთ. სამი ძალიან მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და იმედია რომ უფრო და უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ, რომ სიამოვნებით გვიყურო. გიოცავ გაიმარჯვა შენმა კომენტარმა. მომდევნო კვირიდან უკვე გამარჯვებული კომენტარები ასევე მიიღებენ საჩუქრებს, ორი ერთნაირის ბრენდირებულ მაისურებს, რაც ძალიან გვიხარია მოკლედ. უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი აუცილებლად. გაუმარჯოს ორი ერთნაირის ბრენდს, ჩვენს ბრენდირებულ მაისურებს და ყველას გისურვებთ გამარჯვებას. ძალიან საინტერესოა პირველი მაისურები ვის შეხვდება და ყველა ვიდეოში სამ კომენტარს რომ გამოვავლენთ, აუცილებლად და კომენტარებს რომ თქვენ გაიმარჯვეთ გიოცავთ, მე თქვენ მოგწეროთ და ჩვენ მისამართზე გამოგვიგზავნით ორი ერთნაირის მაისურებს, რომელსაც ახატია მართა და მანანა და აწერია ძალიან მაგარი ფრაზები და არის ძალიან ლამაზი. გამარჯოს. გამარჯოს. მე არ იცის кейფი, ჯერ უნდა მიაჭახუნო და მერე დალიო. გამარჯოს. გამარჯოს. აი როგორ ეთყობა რომ არ უქეიფია. კარგი, მე 14 პროდუქტი თუ შეიძლება და ეს უკვე არ ხუმრობს. აუ რა მაგარია. ხუმრობ აღარა. ჩაკაბიჩით. 1 2 3 ძალიან კაია. შოკოლადის ბრენდს თუ გავაკეთებ, ამაზე ნაკლები გემო არ უნდა გქონდეს. ორეოს ესენი ძალიან მეყვარს მე საერთოდ. ფასი, როგორც გვახსოვს არის 12 ლარი და 99 წეთრი და მე უწერ უდაოდ 10 და 10. ანუ არ მაინტერესებს რომ მართლა არაფერი და არავინ. მეც უწერ 10. მე 15 პროდუქტი არის ესეთი შოკოლადი. ჩემი საყვარელია ეს. გოგო ყველაფერი შენი საყვარელი რანაირად არის? აი ამას უყედო. ეს სკოლაში მიქონდა ალბათ ის თუ 5 მიქონდა ეს 20. აი მაგდენ ფულს ვინ გაძლევდა ერთი რომ 4 ის მიქონდა. ვაი მე ხლა 80 თეთრი ღირდა. ხო მე ვინ გაძლევდა 4 ლარს. აი ერთხელ ვიყიდე მარტო. შენი ერთხელ ვიყიდე მარტო მაგდენი. შენი ბარათიდან ვიყიდე. დედა მითხრა. აი ღეო შენო ერთი მანანას მე ვეტყვიო. აი ესე მეკცევიან მეგობრებო, გთხოვთ მიშველოთ, იქნებ ვინმესთან გადმოვცხოვრდე და მიშველოთ უბრალოდ. მადლობა. იფიქრეთ. ლარი და 70 არის ფასი და ეხ გავსინჯოთ. ნახეთ როგორი ანუ შოკოლადია და თხილები ადევს და ნუში. მე სუყიდულობ ამას. ეს შედარებით ჯანსაღია და ძალიან კაია. ძალიან კაია მომწონს. აი ძალიან კაია. მიესალმები. ნუში მიყვარს ყველაზე მეტად თხილებულებისგან რა და ძალიან კაია. მე 10 დავუწერ. მე დავუწერ 20. ამის ფასი არის 6 და 20, ფასდაკლების ხის 5 ლარი და არის მე-16 პროდუქტი. Fine. პატარა ისეთი შოკოლადებია. რაოდენობა გვანახე? ნუ არის რა. არის კი. მოდი ერთი გავიყოთ ორივე მთორე. მე მეუბნებია ხოლმე რომ რამდენს აჭმევ მაგ ბავშვს და მე რას ვაჭმევ თვითონ ჭამს სკოლაში 4 კრუასანი დააქვს თურმე რა. ყველაში 4 საათი ვარ. ყოველ საათში 1 კრუასანი მეჭამა. მე დავდიოდი ხან საერთოდ არაფერს არ ჭამდი და მაქსიმუმ 1 კილოგრამი მეჭამა. მე ერთდროულად 4 კრუასანს ვუგდრეს. რანაირად? ჭრელად. მართლა ძალიან გემრიელია. მართლა? ფინდერის გემოქვს. ეს არის ექსტრა რძით, ანუ უფრო მეტი რძით. რაღაცა მომეწონაე. მოდი 9.5 დავწერ მე ამას შენ. მეც 900. მე-17 ყველასთვის საყვარელი ჟელიბონი. ჟელიბონ. არიცი? ამ ჟელიბონის ფასი არის 3 ლარი და 95 წუთი. ნემლან აქვს შაქარი. ცოტა მჟავეა. ხო, არის მჟავე. და თან კბილი. ყველა მჟავე. რამდენი ქოს დაუწერდი? 8.5.
900. მე 900 დავუწერდი, იმიტომ რომ შევენიერი ჟელიბონია. კი. მე კოლი ჟელიბონი მირჩენია. შემდეგი არის ვაფლის რულეტი. მე აღარ შემილია უკვე. მე 18-ია შვილო. დედა და მამა რო ნახავენ ვიდეოს, მე უნდა მითხრან რატო აჭმევ მაგნესო ბავშვს აღარ უნდა, მაგრამ რა არ უნდა თვითონ წევ. შეგასინჯე. მე რატო უნდა გავსინჯო? კაი. ამის ფასი არის 240 დაფასდაკლებით ღირს ლარი და 70 თეთრი. აუ ისე, ჭიქაში რო გასხავდე ყინულს, მე მეგონებს უკადნებოდა უფრო მეტ წყალი იქნებოდა, მე მარნებ შემაგნებინა რომ ეგრე არ იყო. ნახეთ რამდენია. 14. და ღირს ლარი და 70 თეთრი. ჩემი აზრით მშვენიერია, 1-4 კაცი რო დაჯდეს ყავაზე. დენაცვალე რა. თითო 40 თეთრად. მე ზოგადად მიყვარს ყველაფრის გამოცვლა, ამიტომაც არ მომაქციოს ყურადღება. ამას დავუწერდი 9 ფულას. ამის ფასი არის 3 და 90 და ფასდაკლებით ღირს 2 და 50. იმედია, ჩემი ხელი არ გამოჩნდა. იმედია ესეც ტონობის სკოლაში არ დავა. დედამ ვიყიდა ერთ. მე 19 ესნექია ეს. აუ ამერიკაში ბავშვებს ისეთ ლანჩებს უკეთებენ ამებს 5 საათს უდებენ. მართლა? კიდე ეგ ეხა მე 12 კლასელე? არა, პირველ კლასში გასინჯე? 9.5. მეც ეგრე დავუწერ. მეც დავუწერ 9.5. ისე ფასით მშვენიერია, 6 ცალი და 2.50 იდეალური ფასია. 9.5 დავუწერ. სკოლაში წაიყო 6 წელი. სკოლაში 6 წელს ვერ წავიღებ ამას. ყველაზე საინტერესო ნაწილამდე მივიდივართ, ეს არის მე-20 და უნდა გამოვავლინოთ 3-3 გამარჯვებული მე და მართა. წავიდა. ყინულს ჭამ. ილოცავ მართალია, ილოცავ ახალ წელს. აუ ისე ახალი წელი იყო, არ მე ძალიან მიყვარს ახალი წელი. მეც დეკემბრიდან უკვე ამის ფასი არის ლარი და 95 და ფასდაკლებით ღირს ლარი და ნახეთ რამდენია გთხოვანო. ჟელიბონ. ძალიან ხალხმოა, ძალიან კაია. ჩემი აზრით თავის ჟანრში არის 10-დან 10. ფასაც დააკვირდი. 9.5 ხა, მე ეგრე ძალიან არ მიყვარს. მესამე გამარჯვებული კომენტარი მეგობრებო. მარიამ მღებრიშვილი. გამარჯობა მანანა და მართა. ძალიან მაგარ ვიდეოებს იღებთ, სულ ვაკონტროლებ, როდის დაიდება თქვენი ვიდეო. თავაზობთ მანანა მართა და გილა მანქანაში 24 საათი გაატარეთ. მანქანაში იმედია მე ამირჩევთ, ძალიან მიყვარხართ. მარიამ გილოცავ, შენ გაიმარჯვე, ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და სხვათა შორის ეგ ვიდეო მარტივი არ იქნება გადასაღება, თუმცა აუცილებლად ვცდით, ხო? კი, რა თქმა უნდა. ესეც ჩვენი 3 კომენტარი, ახლა კი გამოვავლინოთ ტოპ 3 სნეკი. ჩემი პირველი გამარჯვებული სნეკი არის მილკას ურეოს ორცხობილის შოკოლადი, უპირობოთ. ჩემი საყვარელი გამარჯვებული სნეკი არის აი ეს მილკას შოკოლადი. აი, უგემრიელესია, მართლა ძალიან გემრიელია. მეორე გამარჯვებული ჩემთვის მე მინდოდა ჯეკერის ჩიპსი, კონკრეტულად ხახვით და არაჟნით. წამართვით ჩემი იყო. ავირჩევ აი ამ ემოჯს, რომელიც უგემრიელესია. და მესამე მუჩო. არიცი ეს მუსიკა? ავაზი არ არის 10 წლის არის. მე რამდენი მაგ ნაცხოვრები. არაფერი არ გაქვს დიდი ნაცხოვრები რა. ძალიანაც მაგ. მესამე გამარჯვებული არის რა თქმა უნდა კინდერი. ჩემი მესამე გამარჯვებული სნეკი არის ჩიპსი, ჯეკერი, ყვით. გამოვავლინეთ მოკლედ გამარჯვებულები. მგონი ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ და გიწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან ტოპ კომენტარებს ძალიან მაგარად ვფიქრებ გეოდებათ. მოკლედ ეს ვიდეოს დამთავრდა, აუცილებლად დააკომენტარეთ. იქნებ გამარჯვებულ კომენტარებში მოხვდეთ, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოგვიწერეთ. შემდეგი ვიდეო დაიდება შემდეგ შაბათს საღამოს 6 საათზე. ზოგიერთ შეიძლება გენძინოთ უკვე 9 საათზე და ცოტა ადრე გადმოვწიეთ. ნახვამდის, გვიყვარხართ. კარგად.